ყოფინებენ რაღაც ვიდეო უნდა გავიდეს. სიუჟეტი უნდა გავიდეს რაღაცა? რა ხდება? რა ეგონა ერთი ამას. მარიამ. ესე იგი, რა გეგონა შენ რომ დღევანდელი დღე ჩაივლი და აი ამ უმნიშვნელოვანესი თარიღის აღნიშვნის გარეშე? რა ხდება დღეს ნიკოლოზ? როგორ გეგონა შენ რომ ეგ დაგვავიწყებოდა არ ვიცი მე უბრალოდ. დღეს არის მარიამ შენგელიას დაბიდუბი, დაბადების თქმა უნდა, შენი დაბადების დღეა მარიამ და სად უნდა წამოვსულიყავით თუ არა სამეგრელოში? სად ვართ ახლა? იმისათვის რომ აი ეს დაბადების დღე განსაკუთრებულად მოგველოცა შენთვის. ხო, ჩამოვედით შენს მშობლიურ მხარეში და აქედან გილოცავთ დაბადების დღეს. შემდეგ რა იქნება ეს უკვე ნახავთ სიუჟეტში. არ არსებობს. ჩემი და მარიამის ბავშვი იყო ძალიან სასაცილო და სახალხო. ძალიან ბევრი რამით ვერთობოდით, ბევრი რაღაცას ვუჩვენებდით კიდეც. მაშინ ბავშვობაში თვლი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ დღესდღეობით ძალიან ხალისიანად ვიხსენებთ ხოლმე ამ ყველაფერს რა. ჩვენ ზუგდიდში გქონდა დიდი ეზო, დიდი მინდორი, სადაც ხშირად ვიკრიბებოდით ხოლმე ბავშვები რა. მე და მარიამს თუ რაღაც მოწინააღმდეგე გუნდში ვიწედო ხოლმე რაღაც კონკრეტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება, ძალიან ხშირად ვიყავით. აი რაც უკვე ხელჩართულობთან ბრძოლაში იზრდებოდა უკვე ყველაფერი, მაგრამ ფეხბურთსაც თამაშობდით მე და მარიამი ძალიან ხშირად ერთად. მქონდა მარიამ ძალიან განსაკუთრებული იუმორის პატრონი იყო ბავშვობიდან, ენერგიული იყო და დღესდღეობით ჩემურჩა ეგ ზუსტად იგივე ლამაზ ღიმილი, სიცილი, ენერგია და ასე შემდეგ. ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი ალბათ როცა პირველ რიგში ბაბუა გარდაგვეცვალა და შემდეგი როცა დედაჩემი წავიდა საზღვარგარეთ სამუშაოდ. ეგ იყო ყველაზე რთული პერიოდი ჩემთვისაც და მარიამისთვისაც. გილოცავდები დაბადების დღეს ჩემო ოქრო გოგო. ინტერესო ბედნიერს წარმატებულს ხედავდეს, უნდა იხიმოდე. ბედნიერი ვარ მე შენით, მართლა მე ამაყები დედი და ბოდიში რომ დღევანდელი დღეს მელოცვა მიწეს შორიდან, ეფერები, კოცი და იმედია ბალი დამასრული ბაბები გრანტობას. თავიდან ჩვენ ვიყავით ზუგდიდში, როცა მარიამი უკვე მუსიკალურ ნიჭით შევამჩნიეთ, რომ უკვე პრეროდა და დაინტერესებული იყო ამ სფეროთი. მერე ზუგდიდში დამყავდა იქ მუსიკაზე, იქაც კიდე ხანი გავატარეთ. მერე უკვე გადმოვედით თბილისში. მამა იყო უფრო მეტად ჩართული, რომ მარიამი ამ X Factor-ში გამოსულიყო და აი თითქმის თავისი შრომა, ყველაფერი ჩადიმაში, რომ მარიამი პროექტში გამოსულიყო და ძალიან ედგა მხარში მამა. მანქორნერვიულო. მარიამს აქვს ძალიან ისეთი ხასიათი, რომ აი ყველა დაბოლოებები უნდა დაძლიოს რა, იმიტომ რომ ხასიათი აქვს ამას პირველობა. აი რომ გამოვიდა მარი პირველად ისეთ ცუდად ვიყავი, ხმასაც ვერ ვიღებდი საერთოდ აი რა ხდებოდა ჩემთვის ვერ ხდებოდი იმდენად ამაყი ვიყავი და არ მიჯეროდა რომ ეს ყველაფერი ჩემ თავს ხდებოდა, ეს ჩემი შვილი იყო ამ ყველა სცენის წინაშე, ძალიან ბედნიერი ვიყავი, ძალიან ამაყი. ჩვენ პატარაობიდან რაც მოგყავს, დღემდე მოგყვა ის სიყვარული და ის მეგობრული ურთიერთობა, რაც ბავშვობაში პატარა ასაკში იყო. რა ვიცი, მარიამი არის, აი ყველასთან ურთიერთობა შეუძლია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ ხასიათი გაუსწოროს ისეთი. მარიამი ვიცი და სულ ეჭვიანობდა ხოლმე ჩემზე, ვიწერა ბებიათვის განსაკუთრებულად უყვარვარ მე. სულ აი მაგაზეც ვჩუვობთ ხოლმე, ეხა გამახსენდა ძალიან ხშირად ვჩუვობთ ხოლმე მაგაზე, რა. ბებია ჩემი არის ძალიან აქტიურად ჩვენ საღზდაში ჩართული, აი მთელი ენერგიით. ჩემიც აქტუალი შეგვიძლია. და მოკლედ განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა მეც და ჩემთვისაც ბებია ჩემთან. მარიამი ჩვენს ოჯახში პირველი შვილიშვილი იყო. მარიამი პატარობიდანვე იყო კეთილი, დავჯდებოდით ორივე ერთად და ის თავისას საქმეს მიყვებოდა, მე ჩემსას მეუბნებოდი და არაფერს არ მიმალავდა. როგორც პირადში, ასე რასაც აკეთებდა, ყველაფერს მეუბნებოდა. მიკროფონი დადიოდა სახში, როგორ მოგწონთ ჩემი სიმღერა, ყველა თავის ას გვაფიქსირებინებ და მე როგორ მოგწონთ ჩემი ფასეთ დამღერით. დავგსოვდა ხოლმე ჩემ მშობლებს, ბებია ჩემს, მე ესე 4 ადამიანს დავგსოვდა წინ როგორც იურის. თან ცეკვა და თან ღერო და თან აერთიანებდა ყველაფერს და მოკლედ
ძალიან ისე ბოლოს ნორმის შესრულების შემდეგ როგორც გითხარი, მთელი გულით ელოდებოდა ხოლმე ჩვენი შეფასების მოსვლა. თუ ყოველთვის უყვარდა მაგას ბავშვობიდანვე უყვარდა სამზარეულოში ფუსფუსი. და მე უშლიდი ზოგჯერ ბებო ეს ასე გააკეთე, ბებო ეს ისე გააკეთე, მაგრამ მაგი თავისას თვითონ თავისი დაკეთებდა ყველაფერს და ბოლოს მეუბნებოდა მოდიება ბებოში ამოდმოდა ყველაფერს კარგს აკეთებდა, რაც ჩვენ სამზარეულოს შეეხება. ხაჭაბური იქნებოდა, ელარჯი იქნებოდა, ყველაფერი ეხლა ყველაფერს თვითონ აკეთებს. საქმეებში რა ხმარები გაცა რაც მინდა შენი გაკეთებული საქმეები ჩემ პატარა იყავი და არც ესე ყოველთვის პატარა იქნები ჩემთვის. ება მოწადები. პრესა ჩავდი. ვისიხია ეს ბაბუა მითხარი? ატამი. მოგესალმებით, მე მარიამ შენგელია ვარ. ჩემთვის აკყოფნა ძალიან ემოციურია. რადგან ჩემი პირველი ნაბიჯები სწორედ რუსთავიერს უკავშირდება. როგორც კი მარიამი გამოჩნდება, ყველა მირეკავს ტელეფონით, რომ მარიამია ტელევიზორში, რაღაც უყურებ, აბა როგორ არის, რა შვება და ყველა საინტერესებს მარიამის წარმატება. Freedom is the mountains spring fresh air people let it be here and there ვარ მარიამის დეიდა. მარიამი დაიბადა ჩვენს ოჯახში. მეც თითქმის ბავშვი ვიყავი დაახლოებით სადღაც 12 წლის და მე და მარიამი გავიზარდეთ ერთად გავგზარდა დედაჩემმა. მარიამ იმიტომ რომ იყო ძალიან ბედნიერი. ჩემთან არიან ჩემი შვილები, რომლებსაც ძალიან უყვართ მარიამი. გილოცავ მარიამ დაბადების დღე, გიხვალხარ. Happy birthday to you life. Okay, thanks. მარიამ, მიყვარხარ. წარმატებები მინდა გისურვო ყველა სფეროში, რა გეგმებიც გაქვს იმის განხორციელება და ჩემი სიამაყე ხარ. მიყვარხარ. მიყვარხარ დედი გეფერები კოცნი ბევრს. მე მინდა შენ როგორც ეხლა კეთილი და კარგი ხარ, აი ეს თვისება გაგვე შენ სიცოცხლის ბოლომდე და იყავი კარგად და ჯანმრთელად, ბედნიერად შენს მეგობრებთან და შენს გარშემო მყოფ კარგი მსურველ ადამიანებს. გილოცავ ჩემო გოგო დაბადების დღეს. პირველ რიგში სულ ჯანმრთელობას, წარმატებას და აბა შენით. უსამართლო ყველაფერში.